მე აქ ძირითადი აქცენტი მინდა გავაკეთო მედიტაციებზე, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ და თვითონ იგრძნობთ ორგანიზმი როგორ ჩამთელდება. მთლიანად. აშკარად ეს გაწმენდა ძალიან ეხმარება ადამიანის ორგანიზმს. მაგრამ აგიხსნით უფრო თანამედროვე ენაზე. მოკლე წინასწარი ისა. მშვიდობის სახარება ვახსენე სხვათა შორის იქაც. ეს სახარება როგორც ამბობენ ისინი ვინც დარგმნიან ამ სახარებას ესე ქვია. ევანგელია მირა ot SF. ანუ ეს არის ესებელთა სახარება. ეს იმდენად არის საინტერესო, როგორც ქრისტეს ბავშვობის სახარება. ბავშვობის სახარება ქრისტეს ეს არის იმისი თომასი. ევანგელია ცეცვა ot Foma. ჩვენ თომას სხვა სახარება ვიცით ქართულად დარგმნილი, რომელიც არის ისა და ეს არ არის დარგმნილი ქართულად, არც ერთი, არც მეორე. პირველ გვერდზე ვაყენებ. ძალიან საინტერესო ერთი მხრივ იმითი, რომ მაგრამ სეფერეცირა ბევრად გვიან არის დაწერილი. ეს არის პირველ საუკუნეში დაწერილი სახარება. და სეფერეცირა დაწერილია მეხუთე საუკუნეში. მართალია აბრაამის წიგნი ქვია, მაგრამ სიამოვნებაში მეხუთე საუკუნეშია დაწერილი. იქ არის ბგერებისა და ორგანოების შესაბამისობა. ასევე სამყაროს შექმნის იმაში არის ადამიანის შექმნის როგორ ქმნის არხმუნტები ადამიანს რო ქმნიან, იქაც ორგანოებისა და შექმნის პროცესის ასპექტია მთლიანად მოცემული და ამ სახარებაშიც პრაქტიკულად ანუ ეს გამოდის, რომ ეს ბევრად ძველი თეორია, ვიდრე ეს წიგნებია შექმნილი, შემდეგი წიგნები. მშვიდობის სახარება ვინ იყვნენ ესეველები, აქედან დავიწყოთ. ესეველები ეს იყო ხალხი, პრაქტიკულად გნოსტიკოსები, პრაქტიკულად ვინც პირველმა მიიღო ქრისტიანობა ებრაელებიდან. ეს იყო სექტა, სექტას ეძახიან დღეს, ესე იმაშვება ებრაულ სინამდვილეში, იუდეურ სინამდვილეში, ვინც უარი თქვა იუდეველობაზე, უარი თქვა საერთოდ ამ ქვეყნიურ ყველა სიკეთეზე, ესეველებს თავიანთი კანონები ჰქონდათ, ისინი მათ ცოლები არ მოყავდათ. ისინი ოჯახს არ ქმნიდნენ, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ. და ეს ძალიან გავს გნოსტიკურია რა, იმიტომ რომ ძალიან გავს სხვა გნოსტიკოსებს, სხვა მიმდინარეობების ასპექტებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ დედამიწა არის ციხე. და ერთადერთი მიზანი არის შენ გაცნობიერდე იმ დონეზე, რომ მეტი აქ აღარ მოხვიდე. ანუ კარმას აღიარებენ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ აქ ხარ მოსული იმისათვის, რომ შენი უარყოფითი ენერგიით იკვებება ის არხონტები, შავი ძალები, ხო ხდებით ყველა. არხონტი ხალხად შავძალას არ ნიშნავს, მაგრამ სუშნოსტები, ასე რომ ვთქვათ, რომ ანუ არსებები. ხო და იცი შენ აქ კარგი არაფერი არ არის ამ დედამიწაზე, ამიტომ ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ მე გავაცნობიერო და გავიდე აქედან. და მე აქ აღარ ვიცხოვრო, შემდეგ მეტი აღარ მოვიდე და უკვე იმ სამყაროში დავრჩე, საიდანაც მოვედი. აი ეს არის მიზანი ესეველების მარტივად ვამბობ, რა თქმა უნდა, ძალიან ხო და ისინი იკრიბებოდნენ მდინარე იორდანის სანაპიროზე ხოლმე და რამდენიმე ის ჰქონდათ სხვადასხვა მდინარეების სანაპიროზე ცხოვრობდნენ როგორც წესი და რასაც ხელით მოახერხებდნენ და ეჭირათ, ან თვითონ მოიყვანდნენ, მცენარეული იქნებოდა თუ ის ამ თებს დაიჭერდნენ ან რაღაცა, იმით იკვებებოდნენ. არის ესეთი თეორია არსებობს, მაგრამ ეს თეორია ამ ნაწარმოებით ქრისტე პირველად რო წავიდა სახლიდან, წავიდა ესეველებში. ანუ მან პირველი გაცნობიერება დაიწყო ესეველებიდან. ეს ანიშნავს, რომ მას ძალა არ ჰქონდა. იუდას იმას რა ქვია, თომას ბავშვობის სახარებას რო კითხულობ, ხედავ რომ ქრისტეს 3-4-5 წლის ასაკში მომხდა რამებზია რა საუბარი. ძალაც ჰქონდა და მეტიც ჰქონდა და ცელქობდა კიდეც და ძალიან ცუდადაც იქცეოდა ხანდახან. და ხშირად ძალიან კარგად იქცეოდა. ესეთი ტიპი იყო რა ქნას, თავის ბრავი ხო არ არის, ბავშვი იყო. ხო და
აქ უკვე იწყებს აქ მივიდა პირველად ეთყობა გაცნობიერების მიზნით, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ იქით ასწავლა როგორ უნდა გამოჯამთელებული იყვნენ. ანუ ავადმყოფებთან მოუწია შეხება. 2 წელი მიახლოებით იყო ამათთან და შემდეგ წავიდა აღმოსავლეთში. ესეა. ამას რო გაყვები მთელ ისტორიას ქრისტესას მერე. ნუ გამოჩნდა რომ ის ტიბეტური სახარება არსებობს, ესე დაარქვეს. მაგრამ ის ტიბეტზე არ არის ლაპარაკი, ისე ვამბობ, ეხლა რო ტიბეტს ვეძახით, რატო არ არის ტიბეტზე? ის ტიბეტი მაშინ ბუდისტები არ იყვნენ, ლამაისტები არ იყვნენ. ისინი მე-14 საუკუნიდან გახდნენ ლამაისტები. ეს არის ნეპალის ტიბეტზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ის პრინციპები, რაზეც იქ მიდის საუბარი, ეს არის ძენის პრინციპები. ძენი ეს ბუდისტური, ჩინური ბუდისტური მიმდინარეობაა რა. იქაც ისე ჩანს რომ თვითონ ბევრად მაღლა იყო ყველა იმ ხელდასმულებზე, ვინც იქ იყვნენ, თავის რაღაცეებს ატარებდა. არის ტიბეტური სახარება შეგიძლიათ წაიკითხოთ თუ მოინდომებთ, ქართულადაც არის. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ. შემდეგ იქიდან ბრუნდება. გარკვეული პერიოდი უწევს ზოლოასტრებთან კონტაქტი, ეს არის დასავლეთ ინდოეთი, აღმოსავლეთ ირანის ტერიტორია. შემდეგ იქიდან გარკვეული პერიოდი უწევს მანდეისტებთან კონტაქტი. ხლა მანდეიზმი საქართველოშიც იყო განვითარებული, ზოლოასტრული მიმდინარეობაა ერთ-ერთი, როგორც მითრაიზმი. კონტაქტი, იმიტომ რომ როდესაც კითხულობ მანდეისტურ სახარებას, არის ესეთიც არსებობს. ბევრად ადრეა დაწერილი, ვიდრე ქრისტე გამოჩნდებოდა საერთოდ, მაგრამ ის სახარება ქრისტეს არ ეხება, სხვა არავის ეხება აბსოლუტურად. მთავარი წიგნი მანდეისტების. და შემდეგ იქიდან დაბრუნდა უკვე მაგ ტერიტორიაზე, სადღაც 30 წლის ასაკში. გამოდის რომ მან მთელი ეს მსოფლიო ცნობიერება ის არ ვიცი ხა დაუისტებთან გაიარა, არ გამოიარა, არსად ნახსენები მის გავსი არაფერი არ არის, მაგრამ ბევრი რამე გავს ძენისა და დაუისტების. ხო და ბრუნდება ისრაელში და მე იწყება ის ამბები, რაც აღწერილია უკვე სახარებებში. აი 4 სახარებაში, რომელიც მოსულია ჩვენთან, იგივე ფილიპეს სახარებაში, იგივე ნიკოდემოს სახარებაში, იგივე ყველა სახარებაში, რაც არის. იგივე თომას შემდეგ სახარებაში, თომას 3 აქვს დაწერილი ეს სახარება. 3 სხვადასხვა მომენტების. ერთი თვითონ ქრისტეზე ამთლიანად, ერთი მის ბავშვობაზეა და ერთი საერთოდ საუბარია. ქრისტე რო საუბრობს, ის არის ჩაწერილი უბრალოდ. ხო და მშვიდობის სახარება მე იმიტომ კი არ დამაინტერესა რომ ეს ახლა ქრისტეზეა და მანდეისტებზე არა, იმიტომ რომ აქ არის 4 მედიტაცია. ჯერ ერთი ამით აჩვენებს ქრისტე რომ შენ შეგიძლია შენ თვითონ დაკურნო შენი თავი და გახდე აბსოლუტურად ჯანმრთელი და ეს არის აღწერილი აქ. მე ჩატარებული მაქვს მედიტაციები, 3 მაქვს ჩატარებული, 4 არ მჭირდება და იმიტომ ძვლებთან არის დაკავშირებული 4. ხო და შედეგი აქვს ფანტასტიკური. შედეგი აქვს მე სხვებსაც ვასწავლეთ და ვიღაცებს აშკარად აი შაქრიან დიაბეტზე გააკეთა და აშკარად შეღავათებს აწლებს. მაგრამ ეს ერთხელ გააკეთა ალბათ კიდევ უნდა გააკეთოს. და ჯანმრთელი ადამიანისთვის ერთხელ გაკეთება შეიძლება იყოს გაწმენდის ის, მაგრამ ავადმყოფისთვის ცოტა მეტია საჭირო და გააჩნია დაავადებას. აქ ამბობს კიდეც ქრისტე ამას. ხო და ზუსტად ამ მედიტაციებზე აქცენტი. ერთი მაგის გულისა ვეცადე რომ ეს სახარება გადმომეტანა ქართულად, მთლიანად არ მაქვს გადმოტანილი, რაღაც ნაწილი ამოვიღე საერთოდ გადავარდე. დიეტებზე და იმებზე სადაც არის საუბარი, პრაქტიკულად მედიცინაზეა საუბარი აქ და რაღაც მომენტში ეწინააღმდეგებოდა ის დიეტებზე და იმებზე საუბარი, იმიტომ რომ ამის დიეტების მიხედვით საერთოდ ხორცს პირი არ უნდა დააკარო და მცენარეულები უნდა ჭამოვმართო, მაგრამ იმ ადგილზე სადაც ის დადის და ცხოვრობს, იქ არ არის მცენარეულობა. იქ იყო ნეპალში აზმობდა სავსე იყო, მაგრამ აქეთ არ არის ესა. ამიტომ ეს ჩამატებულია. და მეორე კიდე თევზს ამრავლებს და პურს, ხო გახსოვთ? ხო და თევზი არ არის რაციონში ნახსენები, ამიტომ მერეა ჩამატებული. ბევრი რამე, იმიტომ რომ ბევრი სახარებები ესეა, ბევრჯერ არის გადაწერილი, გადმოწერილი. აი მაგალითად იგივე პავლეს საუბარი სიყვარულის შესახებ რო საუბრობს, მან ესევე სახარებაშია. აქედან არის გადატანილი. ესეთი რამეები ხდებოდა მერე რა. ამიტომ ბევრი რამე შეავსეს, ბევრი რამე პირიქით გამოაგდეს და აკრძალეს.
ამისი ორიგინალი დევს ამჟამად ვენის მუზეუმში. პირველი თარგმანი მოხდა გერმანულ ენაზე. ეს მოიპარეს იმიდან, რა ქვია, ვატიკანიდან. იმენა მოიპარეს მე-18 საუკუნეში. და ითარგმნა 1923 წელს. ვატიკანში ახლა ორიგინალი იყო თუ არ იყო ორიგინალი არ ვიცი და დრამაზე არ არის ლაპარაკი. ლათინურ ენაზეა და ლათინურ ენაზე ორი ვარიანტია. ჯერ ერთი მაშინ ის ტერიტორია რომის დაქვემდებარებაში იყო და შეიძლებოდა დაეწერათ. ძალიან ცოტა რამეა სხვათა შორის ლათინურად. გნოსტიკური სახარებებიდან ხო და მეორე შეიძლება ეთარგმნათ. ამიტომ მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი ეს რომელი ან იმ პირველ ვერსიაში როგორ იყო. ჩვენთვის დღევანდელი პირველი ვერსია ეს არის გერმანული ვერსია. ეგრეა როგორც მაგალითად ენოქის წიგნის ეთიოპური ენოქის წიგნი ებრაული ვერსია არ არსებობს, გადაიჯეროთ, თვითონ რო გითხრათ. და პირველი ვერსია რომელიც შემოვიდა უკვე ევროპაში ეს არის გერმანული, იმიტომ რომ გერმანულად ითარგმნა პირველად ენოქის წიგნიც. შემდეგ ინგლისური თარგმანი არის გერმანულიდან, ძველი ეთიოპურ ენაზეა დაწერილი და იმიტომ და რუსული თარგმანიც არის გერმანულიდან გაკეთებული. ქართული რუსულიდან, როგორც ხდება ხოლმე, ან გერმანულიდან, მე რომ აქ ის ვერსია გერმანულიდან არის გაკეთებული, იმიტომ რომ ის გერმანისტია თვითონ ის თარგმნა და კარგი თარგმანია სხვათა შორის მომეწონა. ხო. ზოგადად ყველა გნოსტიკური სახარების 80 და მიახლოებით 10% არის კოპტურ ენაზე. მიახლოებით 5% არის ბერძნულ ენაზე დაწერილი და მიახლოებით 5% არამეულ ენაზე. ანუ გამოდის ებრაულად არაფერი არ არის დაწერილი საერთოდ. ხო და იმ სახარებებით რომელიც ვიცით, ძირითადად ყველა ეს მნიშვნელოვანი რაც არის თომასი, მარიამ მაგდალენის ისინი ყველა კოპტურ ენაზე დაწერილი. თვითონ ასოები კოპტური ეგვიპტურია, მაგრამ იეროგლიფებით კი არ წერდნენ უკვე, იმიტომ რომ პირველ 1000 ლეოში ჩვენ წათაღრიცხვამდე შემოვიდა ბერძნული ასოები ეგვიპტეში. ხო და 50 გააკეთეს ოღონდ. ბერძნებს არ აქვთ 50, 27 აქვთ და იქიდან გააკეთეს 50. თვითონ აი სასაცილო რა არის იცი? თვითონ მთლიანად დამწერლობა წამოღებულია ფინიკიელების მიერ ეგვიპტიდან. შევიდა ქალდეაში. ქალდეიდან შეიქმნა მე არამეულიც, მე ებრაულიც, მე ბერძნულიც. და ბოლოს ისევ კოპტური შეიქმნა ბერძნულიდან. ასეთი წრე შეიქმნა, რაღაც ხო უცნაური წრე შეიქმნა. ხო და ამ ტექსტების ალბათ 90% ინახება ვატიკანში. დღეისთვის რაც ცნობილია ეს არის 150 გნოსტიკური ტექსტი. მე ყველა მაქვს. რუსულად ოღონდ რა თქმა უნდა, რუსები მაგრამ მუშაობენ. და რასაც მაგრა აკეთებენ ის უნდა დაუფასო ხალხს. რა თქმა უნდა გერმანულადაც ყველა არის და ინგლისურადაც, მაგრამ მე ხარ არც იმდენი გერმანული ვიცი და არც იმდენი ინგლისური, იმიტომ რომ ეს ტექსტიც ახლა წიგნი მაქვს დასაკითხი გერმანულად და პირი ვარ წინასწარ. ფილოსოფიური წიგნი, ტიპმა გამომიგზავნა, რეცენზია უნდა დაუწერო და ახლა როგორია, უნდა თარგმნო რუსულად, მე უნდა რო წავიკითხო, იმიტომ რომ ფილოსოფიური ტრაქტატის მეტაფიზიკური ტრაქტატია. 150 გვერდის გერმანულად საკითხოს ხო არ ეხუმრები, როგორი გერმანული უნდა იცოდე, იცი? მაშინ მე იქ უნდა მეცხოვრე 25 წელი. და ცეპირველი უნდა მქონოდა, რომ ის გავიგო. და მე გამიჭირდება გერმანულად და ამიტომ რუსულად უნდა ვთარგმნო ისევ პრომპტის მეშვეობით, დავიხმარო და მე დავწერე იმ რეცენზიას, დავუწერ, რა მომეწონა, რა არ მომეწონა. გერმანული ფილოსოფოსია ვიღაცა. მშვიდობის სახარება, აი როგორ არის. მაშინ მრავალი ავადმყოფი და შეშლილი მოვიდა იესოსთან და სთხოვა. რადგან მაშინ ესე იგი რაღაცა იყო ამის წინ. ესე იგი რაღაცას უკვე აკეთებდა იქ. ახალგაზრდა იყო, ბავშვი იყო. თუ ყველაფერი იცი, გითხარი რატომ ვიტანჯებით ან ტანჯვით.
რატომ ავართ ისეთი ჯანმრთელები, როგორებიც ხვები არიან? ოსტატო, გაგკურნე, რათა ჩვენც განკურნოთ, რომ გავხდეთ ძლიერები და აღარ დაგჭირდეს ჩვენი ტანჯვის გადატანა. კითხვა არის გენიალური. გაგკურნე, რათა ჩვენც გავკურნოთ. ესე იგი, პროსტა კი არ გაგკურნო, გაგვაგებინა ეს როგორ ხდება ყველაფერი, ხო? რომ გავხდეთ ძლიერები და აღარ დაგჭირდეს ჩვენი ტანჯვის გადატანა. ეხლა იცი რა არის, მე ზუსტ თარგმანზე თავს ვერ დავდებ, მე მწყარებული თარგმანი მე გაკეთებული არ. მხატვრულად როგორ არის ვერ გეტყვით მე იქ. ჩვენ ვიცით რომ შენ გაქვს ძალა. განკურნ ყველა დაავადება და სნეულება. გაგვათავისუფლე სატანისგან და მისი ყველა ბოროტებისგან. ჩვენ თავს. ამ დროს როგორ არის იცი, ითვლებოდა რომ ყველა დაავადება არის სატანისგან და იმიტომ. ჩვენ თავს დიდი უბედურებები ტრიალებს. ოსტატო შეგვიწყალე. იესო მიუგო. ბედნიერი ხართ თქვენ, ვინც სიმართლისკენ იღწვით. ვინაიდან მე დაგაკმაყოფილებთ სიბრძნის პურით. ბედნიერები ხართ თქვენ, ვინც დააკაკუნებთ, რადგან მე გაგიღებთ სიცოცხლის კარს. ბედნიერი ხართ რომ გინდათ ეშმაკების ძალაუფლება ჩამოართოთ. მე ეშმაკების ხილებს ჩავშვი, იმიტომ რომ იქ არ არის ნახსენები თვითონ სიტყვა, იქ არის უბრალოდ ძალაუფლება ჩამოართოთ, მაგრამ ვისი ხო? ვინაიდან მე მიგიყვან დედაჩემის ანგელოზს და სამეფოში, სადაც ეშმაკს ძალა არ აქვს. და გაკვირვებული ეკითხებოდნენ, ვინ არის ჩვენი დედა და ვინ არიან მისი ანგელოზები და სად არის მისი სამეფო? თქვენი დედა თქვენშია. და უკვიდით ფრაზებს და თქვენც მასში. ის გატარებთ თქვენ, ის გაძლევთ სიცოცხლეს. სწორედ მან მოგცათ თქვენს ხეული და მოვა დრო, როცა მას უკან დაიბრუნებს. ესე იგი რა ყოფილა დედა? რა თქმა უნდა. მართლაც რომ წარმატებულები იქნებით, ვინც მოვიდა რომ გაეცნოს მას და მის სამეფოს. თუ კი მიიღებთ თქვენ დედა ანგელოზებს და დაემორჩილებით მისი კანონებით, ჭეშმარიტად გეუბნებით. ვინც ამას გააკეთებს, არასოდეს დაინახავს ავადმყოფობას. ქართულად ხო ფანტასტიკური სახელი ქვია მეიწას, დედა მიწა. რადგან ძალა ჩვენი დედა ყველაფერზე მაღლა დგას. ახლა აქ საინტერესო ძალა ჩვენი დედა. ეს ყველაფერზე მაღლა დგას და ის ანადგურებს სატანას და მის სამეფოს და მართავს ყველაფერს. თქვენს ხეულს და ყველა ცოცხალს სისხლი, რომელიც ჩვენ შიგნით მიედინება, ჩვენი დედამიწის სისხლით არის გაშღენტილი. არ არის? მითხარით სისხლის ქიმიური შემადგენლობა და გეტყვით. მისი სისხლი გამოდის ღრუბლებისაგან. რა არის ღრუბლები? წყალი. რომელიც იჭრება მიწის მუცლიდან. ხმის მთის ნაკადულებში, დინდება ველის ნაკადულებში, მდინარეებში ძინავს, ტბებში ძინავს და ძლიერად ყვირის ქარიშხალზე. ჰაერი, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ, ჩვენი დედამიწის სუნთქვაა. ტრედები დაფრინავენ, მთის მწვერვალებზე ბგერობენ, ტყის პოწლებში ჩურჩულებენ, ველებზე ძინავს, ღრმა ხეობებში ძინავს, უდაბნოში სითბოს აფქვევს. ჩვენი ძვლების სიმტკიცე ჩვენი დედამიწის ძვლებისაგან, კლდეებისა და ქვებისგან არის. ძირითადი შემადგენლობა დედამიწის ქანების ძირითადი. ალბათ მთელი დედამიწის 80% არის სილიკატი. სილიციუმ-2 შემადგენლობა, რომელიც ჩვენ ძვლებშია. ქვებისაგან არის. შიშველითგანან მთის მწვერვალზე, როგორც მძინარე გიგანტები, რომლებიც მწვერვალზე სხედან, როგორც კერპები უდაბნოში და დამალული მიწის სიღრმეში. ჩვენი ხორცის სისუსტე ჩვენი დედამიწის დედის ხორცისგან იბადება, რომლის ხორციც იზრდება ყვითელი და წითელი ხეების ნაყოფებში და კვებავს მინდვრების საძოვრებით. ყვითელი და წითელი ხეები, ეს არის ჩვენი ცხიმოვანი და სიწარღვოვანი აგებულება შიგნით. ჩვენი შიგნეულები, ჩვენი დედამიწის შიგნეულებისაგან იბადებიან და დაფარულია. ჩვენი თვალები დედამიწის უხილავ სიღრმეებს გვანან. ჩვენი თვალების სინათლე, ჩვენი ყურების სმენა, ჩვენი დედის დედამიწის ფერებისა და ხმებისაგან არის დაბადებული, რომელიც ყველა მხრიდან გვარტყია. როგორც ზღვის ტალღები გარს არტყია თევზს. მაშინ ხარ ჩაძირული, რეალობაში ესეა. როგორც აერში ფრინველს. მართლა გეუბნებით, ადამიანი დედამიწის შვილია და სწორედ მისი შვილია. ადამიანი იღებს მთელს ხეულს, როგორც ახალშობილის ხეულს დედის მუცლიდან.
ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ ერთნი ხართ დედა-დედამიწასთან. ანუ მიწის ნაწილი ხარ. ის თქვენშია და თქვენ მასში, ის თქვენთანაა, თქვენგანაა. აქ დაიბადეთ, აქ ცხოვრობთ და აქ დაბრუნდებით. ამიტომ დაიცავით მისი კანონები, რადგან მხოლოდ ის, ვინც პატივს სცემს დედამიწის დედას და მის კანონებს იცავს, შეძლებს დიდხანს და ბედნიერი იყოს. რადგან თქვენი სუნთქვა მისი სუნთქვა, თქვენი სისხლი მისი სისხლი, თქვენი ძვლები მისი ძვლები, თქვენი ხორცი მისი ხორცი, თქვენი ნაწლავები მისი ნაწლავები, თქვენი თვალები, თქვენი ყურები მისი თვალები და ყურები. ეხლა ხვდებით რატო აიგზალა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ თუ ამ კანონთაგან ერთ-ერთს დაარღვევთ, თუ კი ზიანს მიაყენებს შენი სხეულის რომელიმე წევრსაც კი, მთლიანად დაიღუპება შენი სხეული, საშინელი დაავადებებით. იქნება ტირილი და კვირთა ხრჭენა. მე გეუბნებით, თუ არ დაიცავთ თქვენ კანონებს, თქვენ ვერანაირად ვერ გაიქცევით სიკვდილს. ის, ვინც აგრძელებს დედის კანონებს, დედის კანონებსაც დაიცავს. ის განკურნავს მის ყველა დაავადებას და ის აღარასოდეს დაღლილობას აღარ იგრძნობს. ეს გაახანგრძილებს სიცოცხლეს და დაიცავს ავადმყოფობისაგან. ცეცხლისგან, წყლისგან, შხამიანი გველის ნაკბენისგან, რადგან დედა შენმა გაგიშვა და ეს არის ის, რომ რაც სიცოცხლეს შენში ინარჩუნებს. მან მოგცა სხეული და მხოლოდ მას აქვს ძალა განკურნოს თქვენ. ნეტარ არც რომელმაც შეუყვარა დედა ითვისი და რომელმაც კეთდა მისთა სიმშვიდე იპოვა. რადგან დედა შენი გიყვართ, მაშინაც კი როცა მას გვერდს აუვლით. და უფრო დიდი იქნება სიყვარული თუ კი მას დაუბრუნდებით. ჭეშმარიტად გეუბნებით, უზომოდ დიდი სიყვარულია, მაღალია მთის სიმაღლეზე, ღრმა ზღვის სიღრმეზე და ვისაც უყვარს დედამისი, ის არასოდეს მიატოვებს. როგორც ქათა მიიცავს თავის წიწილებს, ლომის დედა იცავს თავის ლომებს, როგორც დედამიწა იცავს თავის ახალშობილს, ასევე იცავს ადამიანის ძეს ყოველგვარი საფრთხისაგან და ყოველგვარი ბოროტებისაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ ბოროტება და საფრთხე უთვალავია და ისინი ელოდებიან ძეს ადამიანის ყოველ ნაბიჯზე. ბელზებელი, ყველა დემონის მმართველი. გაგიგიათ ბელზებელი? ბურჯევისგან ხო არა? ყველა ბოროტების სათავე, ეს არის ერთ-ერთი არქიდემონი სხვათა შორის. ყველა ძე კაცის სხეულში იმალება. ის არის სიკვდილი, ყველა უბედურების ბრძანებელი და კეთილშობილი სახით და იგი ასრულებს ადამიანთა შვილებს. ერთი რამ მინდა გავიგოთ, როცა სიკვდილზეა საუბარი, აქ ფიზიკური ხორცის სიკვდილზეა საუბარი და არა შინაგან სიკვდილზე. იმიტომ რომ სულის სიკვდილი, ანუ მამის, მოცემულის სიკვდილი ნიშნავს საერთოდ განადგურებას, გაქრობას სამყაროში. ის გვირდება სიმდიდრეს და ძალაუფლებას. სასახლეებს, ოქროს ტანსაცმელს და ვერცხლს, უამრავ მსახურს. ის გვირდება ცნობადობას და დიდებას. გარყვნილებას დავნებას, სიხარბე და სიმთვრალე, უგუნურობა და სიზარმაცე და თითოეულს თავისი თავით ცდის. ადამიანის სული თავის თავით ცდის, ესე იგი აი პროცესით ცდის, რაც აი ლოთობა მაგალითად სმით და ასე შემდეგ. ადამიანის სული ყველაფერზე მაღლა დგას. და იმ დღეს, როცა კაცის ძე გახდება მონა ყველა ამ საიზღვრების და ამოებისა, როგორც გადასახადს ადამიანთა შვილებს წაართმევს ყველაფერს, რაც დედამიწამ უხვა და აჩუქა. ვინ წაართმევს? ბელზებელი, ხო? იმაზეა საუბარი. ის იღებს მათი სუნთქვა, მათი სისხლი, მათი ძვლები, მათი ხორცი, მათი ნაწლავები, მათი თვალები, მათი ყურები და სუნთქვაზე კაცისა ხდება მძიმე, მტკივნეული და სასისხალი, როგორც ბინძური ცხოველების სუნთქვა. და მისი ადამიანის სისხლი გახდება მკვრივი და მავნებელი, როგორც მკვდარი წყალი, ის იხრება და ბნელდება, როგორც სიკვდილის ღამე. და მისი ძვლები გამკვრივდება და ისინი შიგნიდან დაიშლება ნაწილებად, როგორც ქვები ხეობაში. გეოლოგიც იყო რა. და მისი ხორცი გაცხიმიანდება და წყლიანი ხდება. ის იღებს ჭუჭხს და ის იშლება, იფარება საზღარი ნაპრალებით, მისი შიგთავს ივსება სიბინძურით, წვნიანი ჭუჭყითა და უამრავი საზღარი ჭიები ბინადრობენ. და მისი თვალები ღრუბლებად იქცევა, სანამ ღამე მთლიანად არ მოიცავს მათ და ყურებიც აღარ ისმენენ.
მოსდის სასიკვდილო სიჩუმე და უკანასკნელი დაკარგული შვილი სიცოცხლეს კარგავს, რადგან მან არ დაიცვა დედის კანონები და თავის სოდვით და ცოდვაზე ცოდვა დაემატა. ამიტომაც წაართვეს მას დედამიწის ყველა ნიჭი. დედამიწა არის მატერია ადამიანის სხეულის, ამიტომ ისი ყველა ნიჭი წესით, ხო? ეს არის ინსტინქტური, ეს არის პირდაპირ მოცემული ნიჭები. აი, სუნთქვა, სისხლი, ძვლები, ხორცი, ნაწლავები, თვალები და ყურები და ბოლოს სიცოცხლე. ხო. ანუ როგორ იშლება ადამიანი ნელ-ნელა რა იმაზეა. დედამიწა მის სხეულთან იქორწინა. მაგრამ როცა ადამიანის ზემოინანიებს თავის სოდვებს და ყველას გაანადგურებს, თუ ის დაიცავს მის კანონებს და გათავისუფლდება ეშმაკის ფრჩხილებისაგან, გათავისუფლების შემდეგ, დედამიწა კვლავ მიიღებს თავის წიაღში და მოავლინებს თავის ანგელოზებს, რომ მოემსახურონ მას. გახსოვთ, მე ახსენი ერთხელ ეგვიპტელები რო წერენ. შენი ხაო ცუდად გახდაო. მიმართე კაცო. გაკვინტესენცია სიცოცხლე, ეთერული სხეული. და სწხოვე მასო. ყველაფერს გაასწორებს. გამოჩამთელდება და შენი ხაც ჯამთელი იქნებაო. ანუ როგორ მოდის შიგნიდან გარეთ მთელი პროცესები, ამაზეა. მთელი ოკულტიზმი ამაზეა აწყობილი რეალურად. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, როცა ზეკაცისა გაანადგურებს ეშმაკს, რომელიც მასში ცხოვრობს. გაანადგურებს ეშმაკს ჩვენ მანდამაიც გვესმის ყოველთვის რაღაც რქიანი, კუდიანი ესეთი არსება და რაღაცა. შენ გინდა, მაგრამ არ გამოგდის. კიდევ გინდა, უფრო მეტად გინდა, მაგრამ ისე რომ გინდა, ისე არ არის ყველაფერი, ხო? გინდა და ვერ აკეთებ და შენ უბედურდები. ამას ამბობს ვედები. ხო წარმოგიდგენია, ეს არის ჩვენი არასწორი სურვილები. ეშმაკი მეთქი აფერი რეალობაში. და აღარ შეასრულებს მის ნებას მისი დედა ანგელოზი მოვა. რათა ემსახუროს მას მთელი თავისი ძალები და რათა ზეკაცისა გათავისუფლდეს ეშმაკის ძალაუფლებისგან. ჩამოსახელებულია იქ ეს ეშმაკის ძალაუფლება რაც არის. ნებისმიერი რამ ეს ნარკომანია, ბოროტის რახვები, ყველაფერი არის რა ქვია იგივე ფულის მოპოვების ყურს. მამონა ხო? სიხარბე მამონასია ხო? მამონა ერთ-ერთი ეშმაკია. მიხვდით ხო რაზე მაქვს აქცენტი მე? ანუ სიამოვნებაში შენ აზიანებ შენ თავს. ნურავის დაუშავებ. შენი საქციელით. ხო, რადგან ვერავინ ემსახურება ორ ბატონს, გეუბნება. ან ემსახურება ბელზებელს, ან ემსახურება ჩვენ დედამიწას და მის ანგელოზებს. ან სიკვდილის ემსახურება, ან ემსახურება სიცოცხლეს. ჭეშმარიტად გეუბნებით, ნეტარია ის, ვინც იცავს სიცოცხლის კანონებს და არ ადგება სიკვდილის გზებს. რადგან მისთვის სიცოცხლის ძალები სიკვდილისაგან მხსნელია. და შეკრმერ მის გარშემო და გაკვირვებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ეს რასაც ელაპარაკებოდა ამ ხალხს ისინი რა. რადგან ძალა ჰქონდა მის სიტყვას, რამე თუ ასწავლებდა ხელმწიფები და არა ვითარცა მღვდელი მათნი და მწიგნობარნი მათნიო რა. და მიუხედავად იმისა, რომ ზე ჰორიზონტზე იყო ჩავარდნილი, ისინი სახლებში არ დაეშარნენ. ისინი იჯდნენ მის გარშემო და კითხეს მას. მასწავლებელო, რა არის ცხოვრების კანონები? დარჩი ჩვენთან და გვასწავლე. ჩვენ შესწავლებას მოვუსმენთ, რათა განვიკურნოთ და ვიყოთ მართლები. და თავად დაჭა მათ შორის და თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ვერავინ იქნება ბედნიერი თუ არ შეასრულებს რჯულს. და სხვაებიც კითხულობდნენ, ჩვენ ყველამ დავიცავით ის რჯული, რომელიც მოსემ მოგვცა. ესენ ხო ებრაელები იყვნენ. ზუსტად ისე როგორც ეს წიგნში წერია, წმინდა წიგნებში. იოსო მიუგო, ნუ ეძებთ რჯულს თქვენ წიგნებში. რადგან რჯული სიცოცხლეა. სიცოცხლის კანონების დაცვაზე აქვს საუბარი და იმიტომ, ხოლო წერილი მკვდარია. ხდებით? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მოსემ ეს რჯული ღვთისაგან არაწერილობითი, არამედ სიტყვით მიიღო. სიტყვა ცოცხალია, რჯული ცოცხალი ღმერთის სიტყვაა, რომელიც ცოცხალი და უძველესი ადამიანებისთვის არის მოცემული. ეს კანონი ყველა ცოცხალ არსებაშია. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ იგი ბალახში,
ხეებში, მდინარეებში, მთებში, ცის ფრინველებში. ზუსტად ისე ლაპარაკობს თითქოს დაოისტი ბერი იყოს. ზღვის თევზებში, მაგრამ უპირველესად იპოვეთ ის საკუთარ თავში. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ყველა ცოცხალი ღმერთთან უფრო ახლოსაა. მიხვდით რა სიცოცხლეზე ელაპარაკი, ნამდვილ სიცოცხლეზე ელაპარაკი და არა ბოტების სიცოცხლეზე. ვიდრე ეს წერილები, რომლებიც არ არიან ცოცხლები. ღმერთმა შექმნა სიცოცხლე და ყველა ცოცხალი არსება, რათა მათ შეძლონ მარადიული სიტყვის სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის კანონებში. ღმერთი არ წერდა ამ კანონებს წიგნების ფურცლებზე. არამედ თქვენ გულებსა და სულებში. გახსოვთ, სული მას ვამბობ ყველა ლექციაზე სხვათა შორის. მე თქვენ გახსენებთ, თქვენ არაფერს გასწავლით. ნუ თქვენშია ყველაფერი. ისინი თქვენ სუნთქვაშია, თქვენ სისხლშია. თქვენ სულებში, თქვენ ხორცში, თქვენ ნაწილეებში, თქვენ თვალებში, თქვენ ყურებში და თქვენ გონებაში. თქვენი სხეულის თითოეულ ნაწილაკში. ისინი არიან ჰაერში, წყალში, მიწაში, მცენარეებში, მზის სხივებში, სიღრმეებში და სიმაღლეებში. ყველა მათგანი გესაუბრებათ, რათა გაიგოთ ენა. და ცოცხალი ღმერთის ნება, მაგრამ თქვენ დახუჭეთ თვალები, რომ არ დაინახოთ და დაიხშეთ ყურები, რომ არ მოისმინოთ. ჭეშმარიტად გეუბნებით, ეს არის იგივე გულს უსმინეთ პოზიცია. გესმის? იმიტომ რომ ჯერ ეს გული, ჯერ შენი ემოცია, ეს ემოციური ინტელექტით გესაუბრება, ხო? რომ წიგნები ადამიანის შემოქმედებაა და სიცოცხლე და მისი მრავალფეროვნება ჩვენი ღმერთის შემოქმედებაა. რატომ არ უსმენთ თქვენ ხართ ღვთის სიტყვები? დაწერილი მის შემოქმედებაში. და რატომ სწავლობთ მკვდართა წიგნებს, რომელიც ადამიანის ხელების ნაწარმოებია? არის გენიალური თუ არა? და უბრალოდ დაფიქრდით, მეტი არაფერი არ გინდათ. დაფიქრება საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმში ცვლილებები დაიწყოს. და კარგად გახდეთ. მართლა ვიცახი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მაშინ როგორ წავიკითხოთ ღვთის კანონები, რომლებიც წერილში არ არის, სად არის ჩანაწერი? მაინც ეს ეკითხებიან. წაიკითხეთ ისინი, სადაც ხედავთ, რომ არაფერი ვიცით. წიგნების გარდა, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან, მოგვიყევით კანონები, რომლებზეც საუბრობთ, რათა გავიგოთ, განვიკურნოთ და მოგვიტერდეს. ეხლა იესო პასუხობს. თქვენ არ გესმით სიცოცხლის სიტყვები, რადგან სიკვდილში ცხოვრობთ. სიბრალე შენთვის იკეტება. სიკვდილში ცხოვრება ეს არის როგორ იცი? შენ ცხოვრობ გარკვეულ ჩარჩოებში, გარკვეულ კანონებში და არ ცდილობ რომ გაიაზრო. ხო ხდები? ეს ესეა და დამთავრდა. ამის იქით მე არ მინდა არაფერი. დღეს საზოგადოების 90% ესეთია. გუშინ წინ დაიწყეს, დღეს უკვე ქურუმები არიან. აი ამ დონეზეა ყველაფერი იცის და სხვისი მოსმენა არ უნდათ. სიბნელე შენთვის იკეტება. თქვენი ყურები და თვალები ყრუა, რადგან მართლა გეუბნებით, რომ სასწავლო პროცესი არანაირი სარგებელი არ მოაქვს. მკვდარი წიგნები არაფრის მონცემია. თუ კი უარყოფთ მას, ვინც ეს წიგნი მოგცათ, მართლაც მე გეუბნებით, ღმერთი და მისი კანონები არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი არ არიან მჭედლები. არ არიან თვალები, არც უზნეობაში, არც უნებაში, არც სიმდიდრის მოძიებაში და არც მტრების სიძულვაში, რადგან ეს ყველაფერი შორს არის ჭეშმარიტი ღმერთისა და მისი ანგელოზებისაგან. მაგრამ მოდის სიბნელი სამეფოთა და ბოროტებით მართლობს და ეს ყოველივე თქვენშია. ამიტომაც არის დახურული ღვთის სიტყვა და ძალა. რადგან ყველა ბოროტება და სიბინძურე ცხოვრობს თქვენ სხეულში და თქვენ სულში. აქ ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, სახარებაშიც არის შეტანილი. სხვათა შორის იგივე მომენტი მე 97 წელს გამომიგზავნეს ბერები პატრიარქის ხელდასმით. სამივე გავასწორე და გავუშვი. და მოვიდნენ და მითხრეს, იცი რა, ჩვენ სულს უფრო მსუბუქად გვწნობთ ახლა ვიდრე ჩვენ სხეულს. ნუ სენაკში რო შედიხართ მეთქი, სანამ სენაკში შეხვდათ მაპატიეთ ამ სიტყვაზე, უხეშად ვიცით და ამხშირად თქვა. შუა სენაკში შეხვდ მოჯომ და მე მიხვალ და დაწყებით აეძინებ მეთქი არა. კი, მაგრამ შენი სხეული ხო ღვთის სულის სენაკია. მისი ეკლესია, რომ ჩაგიჯვიათ შიგ და ესე შეგიყვანიათ ღვთის სული, რა თქმა უნდა, უფრო მძიმედ იგრძნობთ თავს მეთქი. ხმა ვერ ამოიღეს. ეგრევე დამლოცეს, ასე რომ ვთქვათ. თუ გსურთ რათა ცოცხალი ღმერთის სიტყვა და მისი ძალა შევიდეს თქვენში, ნუ დააბინძურებთ თქვენ ხორცს და თქვენ სულს. მიხვდით რეალური ეკლესია სად არის?
თქვენი სხეული სულიწმინდის ტაძარია. ხოლო სულიწმინდა ღმერთის ტაძარია და აწმინდა ჰყავს სახლი ესე. რათა უფლოვან რომ ტაძარს შეეძლოს მასში ყოფნა და მისთვის ღირსეული ადგილის დაკავება. სხვანაირად შეგვეშევა. ანუ ღმერთი ჩემშია და მე ღმერთში ვარ, ეს ასპექტი რა. მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. მაგ მამაზეც არის მე საუბარი. და ყველა, იმიტომ რომ ნამდვილი ადამიანი ხო შიდა ადამიანია. მაგრამ ეს სხეული ხო დედის არის, ესაც ხო მოგცა. იმიტომ რომ შიდა ადამიანს შემოაცვას. როგორც ახლა ჩვენ გვაცხია ეს დასაცმელი ისეა შემოცმული ჩვენი სხეული. და ყველა ცდუნებისაგან თქვენი ხორცისა და თქვენი სულის სატანისაგან იპოვეთ თავშესაფარი ღმერთის ცის ქვეშ. ბედავ დედამიწიდან გადავედით ცაზე უკვე. განახდით და იმართულეთ, რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ეშმაკი და მისი ყველა მტერი მხოლოდ ლოცვით გამოდის. ფანტასტიკური ქართული გამოთქმა უწევს გააღორებ ღორია და გააქორებ გორიაო. იმდენი უნდა ჭამო, როცა ჭამ, რომ არ მოგყიჭდეს. ეს უნდა იცოდეთ, ეს არის მთავარი. იმიტომ რომ ეგრევე იწყებს ორგანიზმის დაზიანებას. ოდნავ მშიერიც კი უნდა დარჩე. განმარტოვდი და იმარხულე მარტო და აჩვენე შენი პოსტი. განმარტოვდი და ისე იმარხულეო ის კი არა, ვიცი, თქვენ სამარხო ტორტი მინდა, ხო არ გაქვთ? სამარხო კატლეტები. სამარხო კარაკი და რა ვიცი. და აჩვენე შენი პოსტი. ცოცხალი ღმერთი იხილავს მას და დიდი იქნება თქვენი ჯილდო. და მარხულობთ სანამ ბელზებელი და მისი ბოროტება არ განგშორდებათ. ეს ავადმყოფობის დროს არის საუბარი. და დედამიწის ანგელოზები არ განგშორდებიან. არ მოვა და არ მოგიმსახურებს, რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით, თუ არ დაისმავთ, არასოდეს გათავისუფლდებით ეშმაკისაგან და მისგან მომდინარე ყველა დაავადებისაგან. ამ შემთხვევაში თუ არ დაისმავთ, ეს იმციას ნიშნავს, ეს აი მიზანად თუ არ აქცევთ ყველაფერს ამას. იმარხულეთ და მუხჩაუხრელად ილოცეთ, რათა ცოცხალი ღმერთის ძალა მოგეცეთ განკურნებისათვის და სანამ თქვენ მარხულობთ თავს იკავებთ კაცობრიობის ძეებისაგან და მიისწრაფით დედამიწის ანგელოზებისაკენ, რადგან ვინც ეძებს ის პოულობს. სუფთა ჰაერისკენ ისწრაფეთ ტყეებსა და მინდვრებში და იქ ჰაერის ანგელოზს იპოვეთ. სტიქებზე საუბარი. მოიშორეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და აცადეთ ჰაერის ანგელოზს, რომ მოიცვას თქვენი სხეული. გარემო იმისათვის, რომ მე ღრმად ჩაისუნთქო ისევ და ის ჰაერის ანგელოზი იგრძნო როგორ შედის შენში. ამას შენ წარმოდგენაში აკეთებ, წარმოსახვასთან ერთად აკეთებ. მართლაც გეტყვით, რომ ჰაერის ანგელოზი მოაშორებს თქვენ სხეულს ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც ის დააბინძურა. გარეთაც და შიგნითაც, მაშინ ყოველი ბინძური და უწმინდეობა გაიზრდება და წავა თქვენგან. როგორც კვამლის ბურთები და გაქრება ჰაერის ოკეანეში. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით, წმინდა ჰაერის ანგელოზი, რომელიც წმენს ყველა უწმინდურებას და აძლევს სუნერს ყველა საზიზღარს, ვერც ერთი ადამიანი ვერ დადგება ღმერთის წინაშე, თუ ის ანგელოზის მეშვეობით არ გავიდა. მართლაც, თქვენ ყველანი უნდა დაბადებულიყავით ხელახლა სულითა და ჭეშმარიტებით. ზოგადად როგორ არის, ხო გახსოვთ, ვინც მეტნაკლებად გაცნობილია, თუნდაც ტაროს, იმან იცის, რომ 4 სტიქია, ეს კვერთხი რო არის, ეს არის ცეცხლის სტიქია. ხმლები რო არის, ეს არის ჰაერის სტიქია. წყლის სტიქია არის ჩაშები, ხო გახსოვთ? და მიწის სტიქია ფული. დინარი, კი, პენტაკლი, დინარი. ფულებადაა გამოსახული როგორც წესი. რადგან თქვენი სხეული დედამიწის ჰაერს სუნთქავს. თქვენი სული კი ზეციური მამის ჭეშმარიტებას სუნთქავს. ხო ხდებით, როდესაც შენ ამ ჰაერს ისუნთქავ, შეგაქ მასთან ერთად აი ეს შენი ემოცია ამთლიანად. მედიტაციის დროს ემოციას დიდი როლი აქვს. ტყუილია ის, რომ შენ ისე უნდა გაიგიშო, რომ საერთოდ არანაირი ემოცია პირიქით. ემოცია წარმოიდგინე დღეში გახვედი და როგორი ბედნიერი ხარ. ხო წარმოგიდგენია, ფეხში შველა დარბი ხარ, დადი ხარ, გახარ, სულ ერთია. ჰაერის ანგელოზის შემდეგ მიდი წყლის ანგელოზისაკენ. თქვა დინარის პირას. მოიცილე შენი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და ნება მიეცი წყლის ანგელოზს, რომ მთელი თქვენი სხეული მოიცვას. ჩვენ რა არის იცი? რომ შევდივართ წყალში, ძირითადად ვიბრძნობთ გარედან ამ წყალს.
ამ დროს შიგნით წყლით აღარ გავსებული ისედაც წარმოიდგინე რომ შიგნითაც ეს წყალი გაქვს ეს უნდა შენ დაამატო რა თქმა უნდა მედიტაციაში მიეცით თავი მთლიანად მის მკლავებს და ყოველი როგორც აერი მოძრაობს თქვენი სუნთქვით ასე წყალიც მოძრაობს თქვენი სხეულით მოძრაობს არა მარტო გარეთ ასევე შიგნით ჭეშმარიტად გეუბნებით წყლის ანგელოზი თქვენ სხეულს გაათავისუფლებს ყველა სიბინძურისაგან რომელიც და შიგნიდან და გარედანაც და ყოველი სიბინძური გაიფანტება და მოშორდება თქვენგან როგორც ჭუჭყი რომელიც იშლება დასაცვლიდან და დნება მდინარეში მიხვდი ხო ჭეშმარიტად გეუბნებით წმინდა ანგელოზი წყლის რომელიც წმენს ყველა ბინძურს და აძლევს სულს ყველა სუნით და ვერც ერთი ადამიანი ვერ დადგება მის წინაშე თუ მან არ გაიარა წყლის ანგელოზი მართლაც ყველა უნდა დაიბადოთ ხელახლა წყლიდან და ჭეშმარიტებით რადგან თქვენი სხეული იბანება ამ ქვეყნიურ სიცოცხლის მდინარეში ხოლო თქვენი სული მდინარეშია მარადიული სიცოცხლე რადგან თქვენი სისხლი მიიღეთ ჩვენი დედა-დედამიწისაგან ხოლო სიმართლე მამაო ჩვენო ზეცირო და ნუ იფიქრებთ რომ საკმარისია რომ წყლის ანგელოზი გარედან ჩაგეხუტოთ რაც არ გითხარით გარედან კი ჩაგეხუტა მაგრამ შენ შიგნიდანაც იგრძელი გესმის წყალი ცოტა ხანი რომ მინდა რომ თქვენ დეტალებში გაიგოთ თვითონ არსი ამ ყველაფრის აქ არის ეს აღწერილი ამ იმაში და მართლა უბრალოდ გავედი ზღვის პირზე ეს თარგმნე სანამ წამოვიდოდი იქ იმიტომ რომ ეს სეპირად ვიცოდი მაგრამ რადგან სხვაზე მივდივარ ბარი მედიტაციასაც გავაკეთებ მეთქი და თანაც თარგმნე რომ იქ ამეხსნა ეს ხალხისთვის იმაში ხო ხსენი ხო გახსოვთ იმ დღეს მიახლოებით 1 საათი დამჭირდა რა გავედი ზღვის პირზე მე 4-ად ჩამიტარებია მედიტაცია მაგრამ ჩავატარე 3 მედიტაცია ჰაერის წყლის და მზის მზის იგივე ცეცხლსტიქია და იმიტომ ლექსიის ჩატარების შემდეგ საღამოს ვიჯექი კიდე ცოტა ხანი და მე ზემოთ უკვე სასწრაფოდ გავიქეცი იმიტომ ვიგრძელი რომ ძალიან ცუდად გავხდი ხამის 4 საათამდე ყველა მხრიდან ვასხავდი რა წყალს ხამის 4 საათამდე მიახლოებით 4 საათის განმავლობაში დამრიკო მედგა თავზე და ის რეზი გაგიჭრერ მე ამდენი წყალს ვსვამ ძალიან ცოტას მაქსიმუმ მქონდა იმ დღის განმავლობაში დარეული 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა ვთქვათ ნაბეღლავითანაც ხო ალბათ 10-15 ლიტრი წყალი დავუყარე ორგანიზმიდან მე ჩამეძინა და დილას საკმაოდ ადრე ავდექი გვიან არ ამდგარ ვარ მიახლოებით 9 საათზე სადაც 4-ზე ჩამეძინა და რო გამოვედი იცი როგორ გწნობდი თავს სუბუქი ვეყავი და კარგად ვეყავი რამხელა ძალაკ ხედავთ იგივე ვარიანტი თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ახლა ყოველთვის რთულია ამის ესე ჩატარება როგორც აქ არის იმიტომ რომ დრო და ამინდი ხელს არ გიწყობს ბუნებაში ახლა აგვისტო არ იყო ჩვენ რო ვიყავით სექტემბერი საკმაოდ ცხელოდა საკმაოდ ის და ამიტომ ზღვის პირზე გასვლა ჩემთვის ადვილი იყო მაგრამ საქმე მაგალითად იმიტომ რომ აქ დიდი როლი აქვს შენს ფანტაზიას შენ შეგიძლია წარმოიდგინო დუშის ქვეშ დადგე მაგალითად და წყალი ესე წარმოიდგინო მაგრამ უნდა ეცადო მაინც რაც შეიძლება მეტი შეხება გქონდეს პირველ შემთხვევაში ჰაერთან ფანჯრები მაინც გახსნათ სახში პირველად წარმოიდგინეთ რომ ჩაისუნთქავთ ამ ჰაერს ჯერ ამოისუნთქავ და ცლი რო ამოისუნთქავ წარმოიდგინო ყველა ნაგავი ამ ამოსუნთქვასთან ერთად ამოვიდა და მე იწყებ ჩასუნთქვას ჰაერის ხმად ჩაისუნთქავთ მუცელს ბერავთ ანუ ბოლომდე ჩადის ჰაერი და წარმოიდგინე რომ ამ ჰაერთან ერთად მთელი ეს სიკეთე შემოგვიდა შენში და მთელი ეს ჯამთელობა ესე რამდენი ამოისუნთქავ იმდენი ჩაისუნთქავ იმდენი ესაკეთე და ის ჩდება ყველა უჯრედში ეს თქვენი წარმოსახვის შედეგია ყველაფერი ჩდება ყველა ნიუანსში და შენ უკვე ჰაერის სტიქის ის გაგჩატარებული რო გადგები
დუშის ქვეშ მაგალითად ეს წყალი რომ მოდის, ახლა ადამიანს საპონს უნდა წაისვამს და იმ დაგაჯუგს უნდა უწყებს სხეულს. წარმოიდგინეთ ეს ხეთებს სხეულს რო ეხება ეს დუშიდან ეს წყალი როგორ შედის ორგანიზმში შიგნიდან და შიდა წყალსაც წმინდავს. სინამდვილეში როგორ არის ის ჩვენი უჯრედშორისი ნაწილები სულ წყალია. ადამიანი რო აიხო და სულ ბინძური წყალია რო იცოდეთ. აი ის იწმინდება. იმიტომ რომ ენერგოინფორმაციული ველით იმაშვება. წმინდავს და აი ეს წარმოიდგინეთ მთლიანად. და როგორ სუფთამდები, როგორ კარგად ხდები. ამ დროს წყალში დგახარ, კარგია თუ ფეხები მე ხლა მაგალითად როგორ გავაკეთე, ჩავედი იმაზე. სხვაზე საცურავ და ჩავსურავ, ფეხები ჩავყავე მარტო და წარმოიდგინე რომ თეთრ სხეული წყალში მქონდა. ხო. აი ესე უნდა გააკეთოთ. და ხლა მესამე მზეზე გინდა არ გინდა გარეთ გასვლა მოგიწევთ. მაგასაც მივალთ. ანუ ჰაერი ესაც ცეცხლისტიკია. ჭეშმარიტად გეუბნებით. შიგნით არსებული სიბინძურე ბევრად აღემატება იმას, რაც გარეთ არის. და ის, ვინც გარეთ იწმინდება, მაგრამ შიგნით რჩება უწმინდური, გავს საფლავს. საფლავს ხო წმინდავენ გარეთან დააწყობენ. ნათელი გარეთ მშვენიერია, მაგრამ შიგნით სავსეა ყოველგვარი საშინელი სიბინძურით. და ამიტომ მართლა გეუბნებით, რომ წყლის ანგელოზმა უნდა მოგბანოთ შიგნით. რათა გათავისუფლდეთ თქვენი ძველი ცოდვებისგან და შინაგანად გახდეთ ზრდა, როგორც მდინარის შუშები, რომლებიც მზის სხივებში თამაშობენ. ამ შემთხვევაში სხვა სიტყვა ვერ მოიძებნა შუშებით, იმიტომ ვითარგმნეთ წყალი რო ლაპლაპებს და იმაშობა, როგორც სარკე. და მზის სხივები ხო როგორ თამაშობენ, ხო გინახეთ მდინარეზეა ეს უფრო ზღვაზე ამას ნაკლებად ნახავთ, იმიტომ რომ სხვა უფრო ის არის. კარგი, მაშინ იპოვეთ დიდი კენკრა, რომლის ღეროც ადამიანის სიგრძის ტოლი. ამოიღეთ ყოველი ვერა შიგნით აქვს და რომ გახდეს ცარიელი და სავსე იყოს მდინარის წყლით, რომელიც მზენ გაათბო. ჩამოკიდეთ ხის ტოტზე და მუხლებზე დადეკით წყლის ანგელოზის წინაშე. ნება მიეცით შევიდეს გოგრის ღერო თქვენს უკანახობაზე. ეს არის ამას აკეთებდნენ, აი ეს რიტუალი აღწერილია დაოისტურ მასალებშიც. ბამბუკის ღეროთი წვრილითი შეყავდათ მარადეთკლიზმის მაგიერი, უკნიდან წყალი ორგანიზმში. ამას აკეთებენ პერიოდულად, რათა მთელი ორგანიზმი განიწმინდონ. და მაშინ მუხლებს დაჯექით მიწაზე წყლის ანგელოზის წინაშე და ილოცეთ. ცოცხალ ღმერთს თხოვეთ, რომ გაპატიოს ყველა თქვენი წარსული ცოდვა და ილოცეთ წყლის ანგელოზის წინაშე, რათა გაწმინდოს თქვენი სხეულის ყველა სიბინძურისა და ამატყობებისაგან. მე არ ვიცი, ზეთხატა გაქვთ წაკითხული? ჰერმან ჰესესი. წყლის ფილოსოფიას ეხება ეგაც. კი. ეგ არის ძენის ფილოსოფიის განხილვა პრაქტიკულად ეგ წიგნი. ჰერმან ჰესი მაგარი ვიღაცა იყო. შემდეგ გაუშვით წყალი, რათა გამოვიდეს თქვენგან ყოველი სიბინძურე და სიბინძურე ეშმაკისაა. ანუ ეს გამორიცხვის პროცედურა ნაწლავების. და თქვენ საკუთარი თვალით იხილათ და საკუთარი ცხვირით იგრძნობთ სიბინძეს. რომელმაც შეამწესა ტაძარი ხორცთა თქვენთა და ყოველთა ცოდვასა, რომელსაც იგი დაკრავს გულსა თქვენსა. სხეულს, რომელიც ყველა სახის ტანჯვას გიქმნიდათ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ წყლით ნათლობა გიხსნით ამ ყველაფრისაგან. ამას ეძახის ყველაფერს წყლით ნათლობას. განაახლეთ თქვენი ნათლობა წყლით ყოველ დღე მარხვისას. სანამ არ დაინახავთ, რომ წყალი, რომელიც თქვენგან გამოდის, გამჭვირვალე არ გახდება. ესეთი პროცედურა მე მაქვს ჩატარებული 80 და რა მოხდა იცით 7 ნოემბერს გახსოვთ 2007 წელს უბრალოდ მაშინ რუსთაველზე ვიყავ მეც და მომხვდა პირდაპირ ეს დიდი კაფსულა რო იყო რომ ისროლეს გაზის ხატკენით დიდი არაფერი მტკენია მაგრამ აშკარად მოვიწამლე გაზისაგან და სახლამდე მოვედი კი გზაზე მეიდანში ისა რა ქვია რძე ვიყიდე და მაინც დავლიე მაგრამ მაფათია და სახში რომ მოვედი გამიჩნდა ბუასები იმ დღეს ეთყობა დაბიძაბე იმ მომენტში ძალიან და დაძაბულობამ და ჭინთვა მიწის მაგის გაჩენა ისეთი საშინელი შეგრძნება და ისეთ სუდად ვიყავი და დავიწყე ყოველდღე წყლის მარხვის კეთება მაშინ გეუბნებით 2007 წელს როგორ მაპატიეთ, მაგრამ თქვა, იმიტომ რომ თქვენს გამოგადგებათ,
როგორ ფერზე შარდავდი, იცი, რამდენიმე დღის მერე წყლის ფერზე, ზუსტად წყალი იყოს, არც უნდა ქონდა, არც არაფერი და ესეთი თეთრი გამოდიოდა. მთელი შეგნებით ვაკეთებდი ამას ყველაფერს, გესმის? კი. და გაიწმინდა. ეს დაავადებაც გაიტანა, საერთოდ დავთავისუფლდი. ეს წყლის სტიქიის ის ყველაზე მაგარია და იმიტომ ვამბობ. და ფანტასტიკურად ვიყავი, არაფერი არ გამომიყენებია. გამოვედი მდგომარეობიდან. როგორც წესი მე რა მდგომარეობაში ვქონდა, იმ მდგომარეობაში ერთი ოპერაციას აკეთებს მედიცინა, მე ვერაფერს. უთხარით მადლობა ცოცხალ ღმერთს, რომ გადაგარჩინეთ თქვენი ცოდვებისაგანო რა. და ეს წმინდა. წყლის ანგელოზის ნაცვლობა ნიშნავს ახალ სიცოცხლეში დაბადებას. რადგან თქვენი თვალები შენ თვალს არ დაინახავს და ყურები არ მოისმენს. და ცოდვათაგან გათავისუფლდებით ნათლის ხების რათა ჰაერისა და წყლის ანგელოზები მარადიულად შენში იყვნენ და მარადიულად გემსახურონ. თუ თქვენში დარჩა რაიმე თქვენი ძველი ცოდვებიდან და უწმინდურობიდან, ანუ ჰაერისას რო აკეთებთ, მერე წყლისას რო აკეთებთ, ამის შემდეგ თუ კიდე თქვენში დარჩა რაღაცა ნაგავი და რაღაცა თლად ისე კარგად ვერ გძნობ თავს, მოუხმეთ მზის ანგელოზს. ეს არის მესამე მედიტაცია. ამასაც აგიხსნით დეტალურად როგორ შეიძლება გაკეთება. მოიცილეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და მოუშვით მზის ანგელოზი. ეს დგები უბრალოდ მზეზე 10-15 წუთი საკმარისია დაჟე. ოღონდ პირველი ორი პროცედურის ჩატარების მერე ხდება ესა. და დგები და მზის სხივებზე იმაშვები, ანუ ეს არის ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებული. და ნათელი მთელს თქვენს სხეულს მოეფინება. ახლა აქაც იგივე მომენტია. თქვენ კი მოგეფინათ გარედან ნათელი, მაგრამ თქვენ გონება გაქვთ. და თქვენ გონებაში დაინახეთ როგორ განათლით შიგნიდანაც. გესმის? შემდეგ ნელა და ღრმად ამოისუნთქეთ, ისუნთქვის პროცედურას უგრძელდება. რომ ზის ანგელოზის სინათლე შენში შეაღწიო, სინათლემ და სინათლის ანგელოზი გამორიცხავს ყველა ბინძურ და საზღარ რამეს ქვეყნიდან. თქვენში ბნელი ღამე მზის ნათელის სხივებით გაქრება. თქვენში ყველა ფრაზა იცი დასაკვირვებელია. ეს არ არის ესე რო კითხულობს ხალხი რა რომანივით. ესე მაპატი შეგიძლიათ აიკითხო. კია ლაშა ბუხაძის ნაწარმოებები. მაგრამ ეს სხვა დონეა. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ წმინდა ანგელოზი მზის სინათლის, რომელიც წმენდ ყოველგვარ უწმინდურობას და აძლევს სუნს ყველა სუნით. და ვერც ერთი ადამიანი ვერ დადგება მის წინაშე, თუ მზის ანგელოზის ჭრილობა არ გაივლის. მართლაც ყველაში უნდა დაიბადოს ხელახლა ზედა ჭეშმარიტება, რადგან თქვენმა სხეულმა დედა დედამიწის მზის სინათლეში იბანაოს, ხოლო თქვენი სულით ნათელია სეციური მამის ჭეშმარიტების სხივებით. ჰაერის, წყლის, მზის ანგელოზები ძმები არიან. ძეს მიეცა კაცს, რომ მას ემსახურებოდნენ, რომ ის სამუდამოდ გადასულიყო ერთმანეთში. და მათი ჩახუტებაც წმინდა. ისინი დედა დედამიწის განუყოფელი შვილები არიან, სტიქიები რა. ამიტომ ნუ დაყოთ მათ, რომელთაც სადა დედამიწა ერთად შექმნეს. ნებამიეცით ამ სამ ანგელოზს ძმას ყოველდღიურად ჩაკიკრათ გულში და მთელი მარხვის განმავლობაში თქვენთან დაჩეს, რადგან მართლა გეუბნებით. ეშმაკთა ძალა და ცოდვები და სიბინძურე სწრაფად დატოვებს სხეულს, რომელიც სამი ანგელოზის განრემოცვაშია. როგორც ქურდები გარბიან, როცა სახლის პატრონი მოახლოვდება, ერთი კარის გავლით, მეორე ფანჯრის გავლით, მესამე სახურავის გავლით, თითოეული იმ ადგილიდან, საიდანაც აღმოაჩინეს და იქიდან, საიდანაც არის გასასვლელი. ასევე დატოვებენ თქვენ სხეულს ყველა ბოროტება, ყველა ძველი ცოდვა, ყველა სიბინძურე, ყველა დაავადება, რომელიც არაწმინდა აქცია თქვენი სხეულის დაცარი, არაწმინდა აქცია თქვენი სხეულის დაცარი. როდესაც დედა დედამიწის ანგელოზები თქვენ სხეულში შევლენ დაძრები მბრძანებლები, დაძრების მბრძანებლები მაშინ სუნი სწრაფად გაქრება. აქ შემთხვევაში ითვლება, რომ სუნი ნებისმიერი დაავადების მახასიათებელია. ანუ როგორ არის, ყველა დაავადებას თავის სპეციფიური სუნი აქვს. და მე გეტყვით შიგადაშიგ მოგიყვებით ამბებს. იმიტომ რომ ამას მე თავიდანვე წაკითხოს ვერ მოასწრებ, მაგრამ ყველა მთავარს წავეკითხავ მარტო და იმ თავრიდან დამოვიტან. ანუ ის რაც თქვენ დაგეხმარებათ. ყველა ფინცური წყალი თქვენ პირსა და კანზე, თქვენ მენცსა და სასქესო ორგანოებზე ყოველივე ამას თქვენ იხილავთ საკუთარი თვალით. იგრძნობთ საკუთარი ცხვირით და შეეხებით საკუთარი ხელით.
და როცა ყველა ცოდვა და ყველა სიბინძურე გაქრება თქვენი სხეულიდან, თქვენი სისხლი იქნება სუფთა, როგორც ჩვენი დედა-დედამიწის სისხლი და როგორც მდინარის ფენა, რომელიც თამაშობს სხივებში. მზის სინათლე და შენი სუნთქვა იქნება სუფთა და როგორც უზრუნველოვანი ყვავილების სუნთქვა თქვენი ხორცით სუფთა გახდება. როგორც ხის ფოთლების ქვეშ მწიფე ნაყოფის ხორცი. თქვენი თვალების სინათლე იქნება ნათელი და სუფთა, როგორც მზის ნათელი, რომელიც ცისფერს აზიანათებს. ყველა ანგელოზი და დედამიწა თქვენს სამსახურში იქნება და თქვენი სუნთქვა, თქვენი სისხლი, თქვენი ხორცი იქნება დედამიწის სუნთქვასთან, სისხლთან და ხორცთან გაერთიანებული და თქვენი სული დედამიწასთან გაერთიანდება. და თქვენი მამის სული რამე თუ ჭეშმარიტად ვერავინ მოვაზეციურ მამასთან, გარდა დედამიწისა. იმასთან მხოლოდ ეს მოდის. ისევე როგორც ახალშობილს შეუძლია სწავლების გაგება მამისგან, მხოლოდ მას შემდეგ რაც დედამ ძუძუთი აწოვა, გაბანა და გაზარდა, სანამ პატარა ბავშვი. ხო, აი ეს მინდოდა პრინციპში წამეკითხა, იმიტომ რომ სამი სტიქიის, მეოთხე სტიქიისთვის მიწის სტიქია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, ეს არ გამოიყენება მასიურად. აქ ამ ნაწარმოებში მერე ჩანს ეს მომენტი, იმას მოყვებ, მოსაყოლია და იმ დიდი არაფერი არ არის. როგორ აკეთებენ იგივე ამ მედიტაციებს ისინი ყველანი მდინარის პირზე. მხოლოდ რამდენიმე კაცი, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებს, უკვე სულ დავარდილი რო არის, იმათ ეხმარება ქრისტეთორი. დანარჩენს არავის არ ეხმარება, ყველა თვითონ ჩამთელდება. აბსოლუტურად და ხდებიან ამის, ასე ვთქვათ, მრევლი, მოდი ესე ვთქვათ, ხო, სხვა რა უნდა თქვა. იმ რამდენიმე კაცს უხსნის ძვლების პრობლემაა იქ ძალიან სერიოზული ფეხზე წვერდგებიან იმ მდგომარეობაში და როგორ უნდა იმას აკეთონ. ამ სამი სტიქიის ვარჯიშის შემდეგ იწყებენ მეოთხეს. ეს არის მიწის. ფეხზე რო ერთგებიან, ამიტომ ზოგიერთი ის ხო ხდები. და ამ მდინარის პირზე ამ მიწის, ანუ ტალახია, ხა პრინციპში მდინარის პირზე რა იქნება, ხო? ისმევენ სხეულს, იყრიან სხეულს, სულ ერთია ამ მიწაში ყოფენ ფეხებს და წარმოიდგენენ როგორ შედის ეს მიწა მის ძვლებში. და როგორ მაგრდება ძვლები. და როგორ იმაშობა და დგებიან ფეხზე. მე თვითონ ეს მიდის იმაზე, ვინა დედამიწა რა არის, მამა ღმერთი, აი ამებზე მიდის ძირითადი საუბრები, მაგრამ ეს ყველაზე მაგარი ის არის, რომ პრაქტიკულად ეს ნაშრომი აჩვენებს რა დონეზე ესმოდა ალქიმია ქრისტეს. 4 სტიქიას იყენებს გესმით და სიცოცხლეზე საუბრობს. სიცოცხლე არის კვინტესენცია. სიცოცხლე არის სიყვარული. თავისი არსით იგივე. თავისი შინაარსით. ნამდვილ სიცოცხლეზე მაქვს საუბარი. ეს არის ის ციფრი 5 ადამიანის სიცოცხლე ხო? მაგრამ ის პირდაპირ კავშირში ერთად თავისი არსით. სხვა საინტერესოა. ხუთიანის ფაქტორიალური, ან ბიჯი ხუთიანის, ეს არის 15. 15 ეშმაკია. ფაქტორიალური ჯამი. ფაქტორიალური ჯამი ნიშნავს 5, იმდა 5, სანამ 5-მდე მიხვალ 1 + 2 + 3 + 4 + 5, ეს არის 15. 15 ეშმაკია. ანუ 5 რამაც შეიძლება დაიპყროს, ეს არის ეშმაკი ამ შემთხვევაში, ანუ მატერიალური სამყარო, მატერიალური სიმძიმეები. პარალელში მინდა აქ ერთი მომენტიც განვიხილო და მე ცოტა შევისვენოთ. ერთი მომენტი. მე მოყოლინე მაქვს თქვენთვის, მე მგონი სვანური მითის სამყარო შექმნის შესახებ. ხო გახსოვთ? საბაუთი და სათაელი. და უყვიდით როგორი მომენტია, როდესაც სათაელი ეუბნება საბაუთს. კი, მე გასავლით მიწა როგორ ამოიყვანოთ. და მე თქვენი ამბავი ხო ვიცით, თქვენ კაცის შექმნას მოიდომებთ. ის კაცი მე მომეცით. აი, მისა. მე ყველაფერს ვასწავლია და როგორ გამოიყენებ შენგან საჭირო. არ არის მოყოლილი. ეს ისინია, ვინც ცუდად გამოიყენა, იმიტომ არიან ესე ცუდად. ანუ ყველაფერს სინამდვილეში წყვიტავს პირველი ცნობიერება. ამიტომ ჭირდება ორგანიზმს. მე არის სახარებაში, თქვენი თვალებიო, თქვენი სული სარკეა, რა უბნება.
ძველ მედიცინაში იყო ესეთი მომენტი. როდესაც მკურნალი მოვიდოდა ოკულტურ მედიცინაში და ეს ავიცენას ნაშრომებშიც კარგად ჩანს. გაგიგიათ ავიცენა? იბსინა, არაბი. კი. იცით, რომ თითქმის ყველა დაავადებას არჩენდა ტიპი. ასევე პარაცელსი, ასევე ალბერტ დიდი, თითქმის ყველა. ასევე პაპიუსი სხვათა შორის. რომ მივიდოდა ეხლა ალბათ არც შეგეპარებათ ეჭვი, რომ მას ნამდვილად არ ქონდა არც ეხოსკოპია, არც ისა. რომ მივიდოდა ადამიანთან პროსტა ლაპარაკის დროს უკვე იცოდა რა ჭირდა და რატო იცოდა. სახის ფერი, სუნთქვა, სუნი ორგანიზმის გესმის ყველაფერი ეუბნებოდა ამას. ყველაფერი აქაც არის ეს დათქვამი. ეს არის ოკულტური მედიცინის ეფექტები, რომელიც გარშემო მუდმივად ჩანს. სერიოზულ დაავადებებზე მაქვს საუბარი ახლა. მაშინ ადამიანის სანამ კოშმარამდე არ მივიდოდა დაავადება, ის არ მივიდოდა ექიმთან. ახლა უბრალოდ რაღაცა აწუხებს, ამისთვის ის სამკურნალოდ არ მიდიოდა. ეს არ დაგავიწყეთ მე-10 საუკუნე, ავიცენა ხო რომელია, ხო მე-12 მეცნიერად. ხო. შეწარმოიდგინე, ესე აკეთებდა ისა, გესმის? ესე აკეთებდნენ მაშინდელი მკურნალებიც ამ პერიოდის და უფრო ძველებიც. და სწორედ ამას უხსნის ეს ამათ ყველაფერს. გესმის? მარჩევთვის გასაოცარად ბევრი სახარების ამოღება ეს იყო იდიოტიზმი. რატო იცი? მაგრამ მართვის თვალსაზრისით არ იყო. ძალაუფლებისთვის პირიქით ეს გეუბნება, რომ შენ ხარ თვითონ ყველაფერი. და პრაქტიკულად ყველაზე მაგარს გეუბნება, შენ ხარ ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია ხარ, გესმის? აი ამის გააზრება აუცილებელი. შენი სხეული თუ ღვთისმშობლის ეკლესია, ესე იგი შენ ხარ ღვთისმშობლი. ღვთისმშობლი ხო შენშია, შენ ხარ თვითონ. და ამ ტაძარში ხარ უბრალოდ მოქცეული. რომელიც დროთა განმავლობაში ცვლდება. როგორც ყველა ტაძარი. აი ეს მომენტი დღეს ალბათ ყველაზე მთავარი იყო, რაც უნდა გაგვეხილა. კარგი იქნება თუ თქვენ ამ მედიტაციებს სახში გააკეთებთ. ეხლა მანდ მე სახალხოდ თუ გააკეთებ. მაგრამ ხო გააკეთე? ეს სამი მედიტაცია. მეოთხეს მანდ მაინც არ ეძგეროთ, ეხლა ვერც გააკეთებთ. ვერც გააკეთებთ იმ მიზეზით, რომ მიწაში ეხლა ხო და მეორე რომც გინდოდეთ რაში გჭირდებათ. ეს არის როცა ძვლების სერიოზული დაავადებებია მას შემთხვევაში. რევმატიზმი ძვლები არ არის მანდა მაინც. ხო, ანთებითი პროცესებია. იქ კი რევმატიზმი დროს გამოდგება, მაგრამ ესეთი. საერთოდ სრულად გავიარე, მაგრამ ალერგია მქონდა 2 დღე. გამოვაყარა თუ შესაძლოა. იმიტომ რომ ნაგავი გამოვიდა ორგანიზმიდან. ყველა ნაგავი უნდა გამოვიდეს თქვენი ორგანიზმიდან და უნდა გათავისუფლდეთ. ამისთვის ეს სამი მედიტაცია არის იდეალური. და ძალიან მაგრამ მუშაობს რა. ოღონდ როგორ არის? ყოველთვის პირველს აკეთებთ ჰაერის, მეორეს აკეთებთ წყლის. და მესამე თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ანუ უმთავრესი არ არის როგორც პირველი ორი ჰაერი და წყალი. იმიტომ რომ ჰაერი ეს არის ასტრალური სტიქია. და წყალი ეს არის ეთერული სტიქია. ანუ ადამიანის სხეულის მთავარი სტიქიებია. გესმის? რა თქმა უნდა, ცეცხლიც მთავარი სტიქია ამზე, მაგრამ ის მენტალურია და ბევრად მაღალი საფეხურისაა, მაგრამ მესამე აკეთებაში. იმიტომ რომ შენს პირად სხეულს ყველაზე მეტად ეხება ჰაერი და წყალი. აი ამ ორკერა სამივეს თუ გააკეთებთ, არაფერი ხება ყველაფერს რო თქვა და აივანი მაინც გექნებათ სახში. გამოდით აივანზე 10 წუთი მზე რო არის და წარმოიდგინეთ ეს მზე არ აქვს სამთრის მზე. საფხულის მზე რა თქმა უნდა უფრო მაგარია, მაგრამ როგორ შემოდის ყველა ეს შენში და როგორ თავარი რა არის ის რო ანათებს, წარმოიდგინე შიგნით როგორ ნათდები. მთელ სხეულში. და გააგრძელე 10-15 წუთი. იცი რა მაგრამ მუშაობს. სამივე მედიტაცია ერთად რო გააკეთო ყოველ დღე, ნახევარი საათიდან 45 წუთამდე გჭირდება, მეტი არ გჭირდება დრო. ოღონდ საერთოდ მუდმივად აკეთოთ ესე არა. ან დღეები არჩიეთ და დღეების მიხედვით გააკეთეთ, ხო ხდები? იმ დღეებში, როდესაც შენ თავზე მკურნალობ, იმ დღეებში სმა და ეგეთი რამე არ ვარ, სმა იმენა კონკრეტულად. თორე დანარჩენი ახლა რაც კიდე აკეთეთ, ახლა ჭამეთ, ცვით და ასე შემდეგ.
და ყირაზე იარეთ თუ მინდა. ნენელა იგრძნობთ ორგანიზმი როგორ თავისუფლდება სხვა ძალიან მოკლე დროში. ხო გეუბნები, даже შაქრიანი დიაბეტის დროს რეგულირდება, იმ დროს სისხლი იწმინდება.